ნუ მისცემთ საშუალებას წვრილმანებს, რომ ცხოვრება მოგიწამლოთ. მე ხშირად მოუქცეულ ვარ ასე და თუ გულწრფელნი ვიქნებით ერთმანეთის წინაშე, ჩვენ შორის ბევრს აქვს ეს პრობლემა. რა შეიძლება იყოს წვრილმანი, რომელიც ზოგჯერ მთელი დღის განმავლობაში გვიფუჭებს განწყობას. დარწმუნებული ვარ, ბევრი მათგანი გეცნობათ. მაგალითად, დაგესხათ პომიდრის წვენი თეთრ მაისურზე. ვიღაცამ არასასიამოვნო კომენტარი დაგიტოვათ პოსტის ქვეშ. ნელი ინტერნეტი როცა რამის ყურება გსურთ თქვენს მოწყობილობაში. მობილური ქსელი, რომელსაც ცუდად იჭერს თქვენი ტელეფონი სახლში. შეკვეთის ლოდინი რესტორანში, რომელიც თითქოს დაუსრულებლად გრძელდება. საცობი, რომელიც ძვირფას წუთებს გაკარგვინებთ. ყოველივე ზემოთქმული არც ისე მნიშვნელოვანი მიზეზია, რომ მთელი დღის განწყობა გავიფუჭოთ. ეს უბრალოდ წვრილმანებია და მათზე ამდენს არ უნდა ვნერვიულობდეთ. მით უმეტეს, არ უნდა ვაძლევდეთ საშუალებას ნეგატიური გავლენა მოახდინონ ჩვენს ცხოვრებაზე. მივედი დასკვნამდე, რომ წარმატების ერთ-ერთი ყველაზე დიდი მტერი თვითკრიტიკა და შფოთვაა. მათ შეუძლიათ სერიოზულად დაამახინჯონ ჩვენი გარემომცველი სამყაროს აღქმა. დარწმუნებული არ ვარ, რომ უმრავლესობას ესმის, როგორ ანადგურებს ეს წვრილმანები ჩვენს ცხოვრებას. სხვაგვარად, ამ უმიზნო შფოთვას და ტრტვინვას არ მივცემდით ამის საშუალებას. მათეს მეექვსე თავის 25 34 მუხლები გვიჩვენებს, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ შფოთვასთან მიმართებაში. ამიტომ გეუბნებით თქვენ, მუზრუნავთ თქვენი სამშვინველისათვის. რა ჭამოთ ან რა სვათ. მურს თქვენი სხეულისათვის, რით შეიმოსოთ. განა სიცოცხლე საზრდოზე მეტი არ არის და სხეული სამოსელზე. შეხედეთ ცის ფრინველებს, არც თესავენ, არც მკიან, არც ბეღლებში აგროვებენ. და თქვენი ზეციერი მამა ასაზრდოებს მათ. განა თქვენ მათზე ბევრად უკეთესნი არ ხართ? რომელ თქვენგან შეუძლია ზრუნვით თავის სიმაღლეს ერთი წრთა შემატოს. სამოსელზე რაღაც ზრუნავთ. დააკვირდით ველის შროშანებს. როგორ იზრდებიან. არც შრომობენ, არც ართავენ. გეუბნებით თქვენ, რომ სოლომონიც კი მთელი თავისი დიდებით არ იყო შემოსილი ისე, როგორც ერთი ამათგანი. თუ კი მინდვრის ბალახს, რომელიც დღეს არის, ხვალკი თონეში ჩაიყრება, ღმერთი ასე მოსავს. განა თქვენ უფრო მეტად არ შეგმოსავთ? მცირედ მორწმუნენო, ნუ ზრუნავთ და ნუ ამბობთ, რა ვჭამოთ, ან რა ვსვათ, ან რით შევიმოსოთ, რადგან ყოველივე ამას წარმართნი ეძიებენ. ხოლო თქვენმა ზეციერმა მამამ იცის, რომ თქვენ გესაჭიროებათ ეს ყველაფერი. ეძიეთ უწინარეს ყოვლისა ღმერთის სასუფეველი და მისი სიმართლე და ეს ყველაფერი შეგემატებათ. მუზრუნავთ ხვალინდელ დღეზე, რადგან ხვალინდელი დღე თავად იზრუნებს თავის თავზე. ეყოფა თითოეულ დღეს თავისი საზრუნავი. ნუ ინერვიულებთ წვრილმანებზე, ისინი არ განსაზღვრავენ თქვენს ცხოვრებას. სანამ მათზე ზედმეტი შფოთვით თქვენ არ მისცემთ მათ ამის საშუალებას, ყურადღება გაამახვილეთ ღვთის აღთქმებზე და გახსოვდეთ, რომ უფლის მადლის მეშვეობით შეუძლებელი არაფერია.